ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქუთაისის პარლამენტის შენობა დღეს დაახლოებით 12 საათზე დატოვა. საკუთარი ფრაქციის გადაწყვეტილებას ვაჟა ჩიტაშვილი ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული დაკავებები მთავრობის მხრიდან არასწორი ნაბიჯია. უმცირესობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პირის დაპატიმრება უკიდურესი ღონისძიებაა და მერიისა და გამგეობის თანამშრომლების მიმართ მისი გამოყენება აუცილებელი არ იყო. ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, უმჯობესია ამ ეტაპზე დეპუტატებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე იმუშაონ. აკვედი ღონისძიების სახით ნებისმიერი არასაპატიმრო აკვედი ღონისძიება ამართლებს დღესდღეობით და არც ერთი მევაგურდების სტატისტიკას არც ერთი პირი ვის მიმართაც შერჩეული იქნა თქვათ გირავ ან სხვა სახის აკვედი ღონისძიება თავისუფლებაში ყოფნა არავის არ დაურღვევია ესა და არავინ არ მიმალულა და არავის გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია და ეხლა ადამიანების დაკავება ეხლა თქვათ წინასაარჩევნო პერიოდში არ მიმაჩნია სწორად არასდროს არ მიმაჩნდა ადამიანების დაკავება სწორად ეხლა მე ვფიქრობ რომ ჩემი რაიონის მოსახლეობისათვის აქ მე უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ ვიდრე ქუთაისში ამ წუთში ეხლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადება დღეს პარტიის წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ განხორციელებულმა უპრეცედენტო დაკავებებმა გამოიწვია. მისი თქმით, ყველა დაკავება, რომელიც 27 ივნის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ განხორციელდა საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევა იყო. საპარლამენტო ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელი არის ჩვეულებრივი რუტინული საპარლამენტო საქმიანობის წარმართვა. ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი კანონპროექტების განხილვაში, რომელიც როგორიც არის მაგალითად ტელესერიალების გაუქმება და ასე შემდეგ, მაშინ როცა პრაქტიკულად მიმდინარეობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურების პროცესი და ეს შეტევა პერმანენტულ ხასიათს იღებს ბოლო დღეების განმავლობაში. ამიტომ ჩვენ გადავდივართ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. საპარლამენტო ფრაქცია ტოვებს პარლამენტის სტომას. უმცირესობის წევრთა გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მერიისა და საკრებულოს 23 თანამშრომლის დაკავებამ გამოიწვია. ისინი 27 ივნის თბილისის მერიის კუთვნილი თანხების მითვისება გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრალდებულთა სახელით სარჩელი შევიდა, რომელსაც თან დაკავებული პირების ჩვენებებიც ერთვის. განცხადების ავტორები მთავარი პროკურორისგან ფაქტის გამოძიებასა და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვენ. დილით უკანონოდ და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაკავებული 23 თანამდებობის პირი ბრალის აყენების გარეშე გაათავისუფლეს საგამოძიებო სამსახურის შენობიდან. სწორედ ამ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენს, ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, რომ ჩატარდეს გამოძიება და ყველა შესაბამისი გამომძიებელი თუ თანამდებობის პირი იყოს გამოვლენილი და დასჯილი. ჩვენ მოვითხოვთ სწორედ ფინანსური პოლიცია მთავარი პროკურატურიდან ამ ფაქტის გამოვლენას იმ ადამიანების სამართლებრივ შეფასებას, რომლებაც სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ასევე ამ წერილის ასლი გაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა საკანონმდებლო ორგანოებიც მოახდინოს რეაგირება ამაზე და ასლი გაეგზავნა ასევე სახელმწიფო დამცველს. განცხადებაში არის მოთხოვნა კონკრეტულად გუშინდელ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, ჩემი და ჩემი მეგობრების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, გუში როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივმართეთ გენერალურ პროკურორს, რომ უსწრაფესად იქნას გამოძიებული ეს საქმე და ბრძანების გამცემი, ჩვენი უკანონო დაკავების ბრძანების გამცემი დაისაჯოს სამაგალითოდ, რომ არასდროს ამ ქვეყანაში ასეთი რაღაც აღარ მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო საქმიანობაზე უარი განაცხადა, უმცირესობის წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს არ გამოუცხადებენ. ძალაში რჩება პრაიმერის ჩატარებაც. კანდიდატებს, რომელიც პრაიმერში ჩაერთვებიან, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხვალ 12 საათზე დაასახელებენ. რა მიმართულებით გააგრძელებენ პარლამენტიდან წამოსული დეპუტატები მუშაობას ამ დროისთვის ცნობილი არ არის. უმცირესობის წევრების განმარტებით, სამომავლო გეგმების შესახებ ისინი განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ.